მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე და ვინც იცნობთ ამ ადამიანს, უკვე იცით რამდენად საინტერესო, ინტერაქციული და ძალიან ხალისიანი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მძიმე პრობლემებს შევეხებით, ეპიზოდი გელოდებათ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და ინტერესი არის ზოგადად ამ ეპიზოდის შეწერა, იმიტომ რომ პირველი სტუმარია ჩვენთვის და ძალიან დიდი პატივია რომ თქვენ ხართ. მადლობა, პირიქით. პირველი სტუმარი და ზუსტად ვიცი რომ ძალიან საინტერესო და ესეთი ინფორმაციებით დახუნძლული ეპიზოდი გველოდება. დიდი მადლობა, კეთილი იყო ჩემი ფეხი. მადლობა თქვენ. მოდით დავიწყოთ დაახლოებით რა საკითხი არის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. დავიტყოდი რომ ამასაკში იწყება და იჩენს თავს დაახლოებით ესე 20-25 წლიდან და მიყვება ალბათ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ საკითხს წინა ეპიზოდში სუბუქად, მაგრამ ცოტა შევეხეთ. და ეს საკითხი არის ტოქსიკური ურთიერთობები. და ზოგადად ურთიერთობები, რომლებიც მერე უკვე აყალიბებს ადამიანს ზრდასრულ პიროვნებად და რომელსაც უკვე აქვს კიდევ ცოტა სხვანაირი გავლენა ჩვენს, ესე რომ ვთქვათ, პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ალბათ ყველაზე მეტად შევეხებით მეგობრებს, ტოქსიკურ მეგობრებს, რომლებიც საკმაოდ რთული ამოსაცნობად უშუალოდ ურთიერთობაში ყოფნისას. მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე ალბათ არის რაღაც ზღვარი, რასაც უკვე თან გვეხმარებიან, რომ ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ასეთ ურთიერთობებს და ამის გამოვლენასთან ერთად იწყება მეორე საკმაოდ მძიმე ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავასრულოთ ეს ურთიერთობა, ჩვენ თავს ცოტა დავეხმაროთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ჩვენი თავის დამნაშავედ წარმოჩენა შევწყვიტოთ და მე უკვე ის ეტაპი, რომ რაღაცა ცოტა ახალი ცხოვრება, თუ როგორ დავარქვათ, როცა ხა უკვე რაღაც ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანი ჩამოგშორდება და მე ვიწყებთ რაღაცა ჩვენი თავის კიდე ცოტა შეიძლება სხვანაირად გაცნობასაც. რეალურად მთავარი ამბავი ურთიერთობებში, რაც მგონია რომ ვახსენოთ, რომ კარგად მიხვდეს ჩვენი აუდიტორია, რას გულისხმობთ, არის შეიძლება თუ არა რომ აი ურთიერთობებში დავინახოთ ეგრეთ წოდებული red flag-ები, წითელი დროშები, ხო, რომელიც გვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ჩვენთვის, ჩვენი ადამიანი არ არის მარტივად. მეგობრობით დავიწყოთ? მეგობრობით დავიწყოთ. ხო, მეგობრების გაჩენას საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვიწყებთ. აი ბავშვის სოციალიზაციას, როცა ურთიერთობა ჭირდება თანატოლებთან, სადღაც აი 3-4 წლიდან უკვე შესამჩნევია, შობელი აღარ არის საკმარისი მაგ პერიოდში, ბავშვი ითხოვს თვითონ რომ თანატოლებთან ურთიერთობდეს, თამაშობდეს, მაგრამ ეგ პერიოდი უფრო არის ესეთი გაღებამიცემის პერიოდი, თუ მეთამაშები და მათხოვებს ათამაშებს, მეც გათხოვებ და ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა უფრო ღრმა ურთიერთობებში ალბათ გადავდივართ აი თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც მშობელზე მეტად ავტორიტეტი ხდება ხოლმე თანატოლი, ახლობელი ადამიანი ან ჯგუფი მეგობრების და მათი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად, ვიდრე მშობლის, რომელიც მანამდე შეიძლება ძალიან პირიქით უპირობოდ მიღებული იყო. ჩვეულებრივი ამბავი, ეს ესეც უნდა იყოს. რაც უფრო შორდება ბავშვი მაგ დროს მშობელს, მით უფრო კარგად ბრუნდება მერე და მეგობრობაში გადადის უკვე მშობელთან ურთიერთობაც. აი, რაც შეეხება ის ასაკი უკვე რაც ახსენე ანანო, ეგ არის ეგრეთ წოდებული იდენტობის ჩამოყალიბების პერიოდი, იწყება სადღაც კრიზისი ქვია, იდენტობის კრიზისი, 21-22 წლისთვის. როდესაც ადამიანი უკვე გარკვევას ცდილობს, ვინ არის, რას წარმოადგენს, რისი ნაწილია, რა საზოგადოების ნაწილია, რა პროფესიას ირჩევს, როგორი ურთიერთობები აქვს, როგორც მეგობრული, ისე პირადი და ასე შემდეგ და შემაწუხებელიც ხდება თუ რაღაცები ნორმაში არ არის მაგ დროს, რაც უნდა დახვდეს, ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება მეგობრობას, ხო? ჩვენ ვირჩევთ ხშირ შემთხვევაში ჩვენაირ ადამიანს. ადამიანები ესე ვართ აწყობილი, კი, საინტერესოა ჩვენ განსხვავებული, მაგრამ მეტნაკლებად მეგობარი, რასაც ქვია, ჩვენაირ ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს. თუ რაღაც ასაკში, მაგალითად პატარობისას ყავს შეძენილი და ზრდასთან ერთად ეს ღირებულებები გვეცვლება და ძალიან ავწდით ერთმანეთს, როგორც წესი ეს ურთიერთობები აღარ ნარჩუნდება და იკარგება ნელ-ნელა ესე შორდები და ვკარგავთ ხოლმე. თუმცა ხანდახან არის ზუსტად აი რაც წეღან ვახსენეთ, როდესაც ურთიერთობა ფუჭდება რაღაცა კონკრეტული სიტუაციის გამო, გაუგებრობის გამო, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს და მოდი ნელ-ნელა მივყვეთ მაშინ და ჩამოვყვეთ, ხო, რა შეიძლება ძირითადად პრობლემაზე გვინდა ორიენტირება, თუ როგორ ავაწყოთ კარგი ურთიერთობა. აი ჩვენ გვინდა რომ აი დავიწყოთ პრობლემაზე ორიენტირებით და მე უკვე ამაზე გაკვეთილით, როგორ დავიწყოთ სწორი ურთიერთობის აწყობა. და ალბათ ხო აი პირველი დავიწყოთ, რა არის ის პირველი წითელი დროშა, ანუ red flag-ი, რითიც უნდა მიხვდეთ, რომ ეს ურთიერთობა არ არის ხანგრძლივი პერსპექტივის
პერსპექტივის მქონე და ჯობს დროულად დავასრულოთ. ხო, ცოტა რთულია, მაგრამ შევეცადოთ. კარგი. ხშირად მომისმენია სხვა შორის კლიენტებთანაც, როდესაც ამბობენ, რომ მეგობარი რა უნდა იყოს, რომ ის გისმენდეს, ყველაფერს გიდასტურებდეს, მოყვებოდეს, გითმობდეს დროს და ბევრი თვლის, რომ თვითონაც ასე უნდა იქცეოდეს. კარგი მეგობარი ნიშნავს იმას, რომ თლიანად იმ მეორე ადამიანისთვის არსებობს. უჭირს, არ უჭირს, უსმენს, მიდის, როცა ეძახის, ასე შემდეგ. რეალურად ასე გადათქვეფა მეორე ადამიანში და რაღაცა ერთი სივრცით ცხოვრება და ერთი საერთო პრობლემებით ცხოვრება, მაინდა-მაინც არ არის მაჩვენებელი კარგი მეგობრობის. შეიძლება პირიქით ურთიერთობა არ ქონდეს ასეთი ხშირი და ცოტა მეტი შუალედითაც ხვდებოდე, მაგრამ ბევრად ღრმა იყოს თქვენი ურთიერთობა, ვიდრე აი ესეთი გადაზელილი დროში სივრცეში და გაურკვეველი. და თან რა არის, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვერ გავთვლით, ვინ რამდენი უნდა გავცეთ ამ ურთიერთობაში. მაგის დათვლა ხასე მათემატიკურად წარმოუდგენელი თემაა, ხო? ალბათ მაინც ყველაფერი დადის იქამდე, რამდენად კომფორტულად ვარ ამ კონკრეტულ ურთიერთობაში. თუ მე ვწუხდები, თუ ჩემი პრიორიტეტები უკანა პლანზეა გადასული, თუ სხვისი პრობლემებით მიწევს ცხოვრება, ხშირად მაწუხებენ ამ თავისი პრობლემებით, რა თქმა უნდა, სადღაც ამას ვარი აქვს. ეგ საერთოდ ცალკე თემაა. როდესაც მეგობრები თვლიან, ძალიან ხშირად მაგას თი кейსები, მეგობრები თავს ვალდებულად რაცხენ, რომ რაღაც მინიშნებები მოგცენ, როგორ დაგარიგონ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობას თუ ეხება, აი რატო ხვდები ამ ადამიანს და არ გამოვამანდედან არაფერი უნდა დასრულდეს და მეს მეორე მხარე არც მზად არის, ან შეყვარებულია ბოლოს და საერთოდ ვერ ხედავს ვერაფერს, ხო? მოგეთ მსგავს რაღაცებს ვაწყდებით და აი ახლა რაზეც ვსაუბროთ, ყველაფერი დადის იქამდე, რამდენად ჯანსაღი გვაქვს საზღვრები. სად თავდება ჩემი თავი და სად იწყება სხვისი და ხომ არ არის ეს გადაზელილი ერთმანეთში. ერთ-ერთი პირველი დროშა ზუსტად ეს არის, როდესაც ზღვარი მეშლება. ეგ მგონია რომ თინეიჯერობაში ყველა გადის. შეიძლება ვწდები, ნუ მე პირადად რაღაც მომენტში კი აზელვა ხდება, მაგრამ ასე ვსწავლობ, ჩვენ ხომ ამ უნარებით არ ვიბადებით. გზადაგზა უნდა ვისწავლოთ, ამიტომ შეცდომებიც ხდება, შეცდომებსაც უშვებთ და გზადაგზა ვსწავლობთ, რაც უფრო ადრე გვაქვს ნასწავლი ჭკუა, მით უკეთესია რა თქმა უნდა მომავალში, მაგრამ გამიმართლა მე ადრეს. ხო. ხანდახან არის კარგი გამონაკლისები, როცა ბავშვობიდან მოყვებიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენ ერთნაირი ღირებულებით ვითარდებით და მივდივართ და სიცოცხლის ბოლომდე ვართ ამ ადამიანებთან, მაგრამ ნუ რაღაც შეცდომებს უშვებთ წელს და ესეც ადამიანურია ხა მაგის თქმა მინდა არაფერი ამაში ცუდი არ არის და საგანგაშო. რეალურები ნამდვილად ვერ ვიქნებით წარმოუდგენელი. არა წარმოუდგენელია ხო. պետք է თავი დროულად ვისწავლოთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზოგჯერ შეცდომები მეორდება, მე ამასაც ვეჩვევით და მოდი ეგეც ვთქვათ რა ხდება, როდესაც გვიმეორდება. ალბათ ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია პირად ურთიერთობაშიც და მეგობრობაშიც, როცა ერთი და იგივე ტიპის ადამიანებს გვხვდებით, ერთი და იგივე ტიპის ადამიანები გვტკენენ გულს ერთი და იგივე პრობლემებით. ანუ იმდენად გავს ეს ჩვენი ქცევის პატერნი, განმეორებადია დროში. მთლიანად, რა თქმა უნდა, მან კითხვა ისმება, რა ხდება, შეუძლებელია ყველა ერთნაირი ჩვენ გვხვდებოდეს, ერთნაირ შეცდომებს უშვებდნენ, ერთნაირად გვწყენდნენ, გვტკენდნენ და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით მან პრობლემა ჩვენშია. ჩვენ რაღაცა მოთხოვნის გამო, დეფიციტის გამო, არ ვიცი რაც გინდა დაარქვით, ვირჩევთ ზუსტად ისეთ ადამიანებს, სადაც ის სცენარი გათამაშდება, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. პირადში ეს უფრო კარგად ჩანს, მაგრამ მეგობრობაშიც ანუ შეიძლება ამ ტოქსიკურობისკენ მიდრეკილი იყოს ადამიანი. იცი, მიდრეკილს ვერ დავარქვევდი, მოდი ესე ვთქვათ, რა მისთვის არის ნაცნობი ეს სცენარი. მაგალითად, პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ოჯახში, სადაც გაიზარდა, სადაც აღიზარდა დედასთან და მამასთან, მუდმივად იყო რაღაცა ერთი ტიპის ურთიერთობა, თქვათ, ემოციურად მიუწვდომელი ამ მშობელი, ან თქვათ, ქრონიკულად არის ეს კამათის, დისკომფორტის, ვერ გაგების სიტუაცია. თითქოს ხო, უსიამოვნოა, ხანერად უნდა იყოს ეს სასიამოვნო, წარმოუდგენელია, მაგრამ ნაცნობია ეს სცენარი. და როგორც კი ვხვდებით ნაცნობ სცენარში, აი როგორც თევზი წყალში ისე ვართ. და ნაცვლად იმისა, რომ ამის სერიოზულად შეცვლაზე ვიმუშაოთ, ხანდახან ვრჩებით და ვრჩებით აი ძალიან ნაცნობ სიტუაციაში. მეგობრობაში სამაგიეროდ თუ ძალიან როგორ გითხრათ რა, რამდენჯერმე შეგეშალა, წესი და რიგით უნდა მიხვდე, რა უკვე სპეციალისტის ჩართვაა საჭირო და უბრალოდ გაანალიზება ჭირდება, რატო იმეორებ ამ ერთი და იგივეს. რასთან გაქვს საქმე, როგორ შეიძლება ეს გააკეთო უკვე სხვანაირად. ცოტა რთულად ახსენე ხლა? არა, ძალიან გასაგებია. მე მგონია, რომ ტრაბახი გამო მივა, მაგრამ აი მე ვსწავლობ ჩემს შეცდომებს. ძალიან ვცდილობ რომ ვისწავლო და ერთი და იგივე, მაგრამ მქონია ისეთი გამოცდილებაც, რომ ანუ red flag-ი
წითელი დროშა თვალებში ეს მიმფრიალებს, მაგრამ მაინც ვიბრმავებ თავს, რომ ხო, ესეთებიც უნდა სხვა. იცი რა არის, კი არა ამართლებს, ავარაუდოთ მაგის უკან კიდე მეორადი სარგებელია. იმდენად სხვა მიმართულებიდან იღებინ სარგებელს, რომ გიღირს ის რაღაცები მოითმინო. ჩვენ ესე ვართ ადამიანები, ხა არაფერი არ გაკმაყოფილებდეს და მაინც ადამიანთან იყო, ეგ არის წარმოუდგენელი თემა. რახან იმასთან ვრჩებით და რაღაც პერიოდი ვართ, ესე იგი სხვა რაღაც სარგებელს ვიღებთ აქედან, რომელიც შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს და ადამიანები ესე ვერ მიხვდნენ რა. გარდამცვალად ისე ძიანს არ აყენებს, რომ ხო, ისე ძიანს არ აყენებს, რომ უღირდეს, აი მეორე. ან აყენებს, მაგრამ მაინც უღირს. მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებთ, იმდენად ბევრნაირი სცენარის განხილვა შეიძლება ეხლა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვერ ამოვწურავთ ალბათ მაგ ვერსიებს, რა შეიძლება იყოს მაგის უკან, მაგრამ ხშირია. აი თქვენ ახსენეთ ემოციურად მიუწვდომელი ადამიანი. აი რა არის ის რაც ზოგჯერ განსაკუთრებით ეს ხოლმე ძალიან ხშირია გვიზიდავს ხოლმე ესეთ ადამიანებში. ერთი არა ნაცნობი სცენარი. ძალიან ნაცნობი, გადათამაშებულია შენი ოჯახის სცენარი, შენი ბავშვობის სცენარი. მოდი ამ სცენარზე რაღაცა ვთქვათ რა, ხა ძალიან ისე მე ძალიან შინაურად ვაპარაკობ, მაგრამ ხშირია ხო. რას გულისხმობ? ну ერთ-ერთი ავტორის ხედვაა და ბევრ სხვასაც აქვს ეს განხილული. ჩვენ აი ეს ცხოვრებისეული სცენარი, როგორც ასეთი გვეყალიბდება ძალიან ადრეულ ასაკში, სადღაც 7 წლამდე ეს ყველაფერი დამთავრებულია. ჩვენი პიროვნების სტრუქტურაცას რა ვინ ვართ და რა ვართ, მაგ დროისთვის უკვე დამთავრებულია, დანარჩენი უკვე გამოცდილება, მეტი არაფერი აღარ არის. ეხლა ეს სცენარი რა არის? ეს არის გარკვეული დამოკიდებულება სამყაროსადმი, როგორ აღვიქვამ გარემოს, როგორ აღვიქვამ ადამიანებს, რა შემზღუდავი რწმენებით ვცხოვრობ, რა აკრძალვებით გამზარდეს, რა ნებართვები მომცეს მშობლებმა აღზრდის დროს. აი მაგალითად, ეხლა ძალიან რო არ გავართულოთ ეს ამბავი, შეიძლება იყოს მაგალითად აკრძალვებში რა. რომ ბავშვობიდან, ძალიან ადრეული ასაკიდან, მშობლისგან, ხშირად დედა ამის ინიციატორი და ემოციურ მხარეს დედა აყალიბებს, მაგალითად ესმის, რომ ფრთხილად უნდა იყო მეგობრებთან, იმიტომ რომ მეგობრებმა შემა გიღალატოს და დედა არასდროს. ну რაღაც ერთი და იგივე ტექსტი, იმიტომ რომ თავისი გამოცდილება გადმოაქვს. და ბავშვი იზრდება ამ რწმენით, რომ არავისთან ძალიან ახლოს შესვლა ურთიერთობაში არ შეიძლება, ფრთხილად უნდა ვიყო, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს საშიში და დამაზიანებელი. ფაქტია, ხა შენ თუ არ შედიხარ არავისთან ძალიან ღრმა ურთიერთობაში, არც მეორე მხარე არ შეიწუხებს ასე თავს და რაღაც ეტაპზე ეს იზოლირებას გაგიკეთებენ ადამიანები და მე დადიხარ და ვფიქრობ, რომ რატო არ მყავს მეგობრები, რატო არ შეიძლება. ეხლა ეს ძალიან ბანალური მაგალითია, ხო ხვდებით? შეიძლება ეს შეზღუდვები სხვა რაღაცას ეხებოდეს, მაგალითად, კონკრეტულად ბიჭებთან ან გოგოებთან მეგობრობა არ შეიძლება ასე დიფერენცირებული იყოს და ცალკე იყოს ჯგუფი გამოყოფილი და ბევრი სხვა ასეთი აკრძალვა, ან იყოს პირიქით ნებართვები მიცემული, რომ თქვათ პირად ურთიერთობებში ძალიან ფრთხილად უნდა იყო, მეგობრებთან შეიძლება. იქ ძალიან გახსნილი უნდა იყო და ამ დროს პირიქით შეიძლება იქ ზედმეტი მოგივიდეს და რაღაც შეცდომები ადვილად დაუშვა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვერც შვილების გაზრდის დროს, ვერც ჩვენი ჩამოყალიბების დროს, რა ახდენს გავლენას და რა გვიყალიბებს ამ სცენარს. ну წარმოუდგენელი ამის ესე დეტალურად გაშიფრვა, მაგრამ რო დაფიქრდე, პრინციპში პოვნა შეიძლება შენი ცხოვრების აი ძირითადი ღირებულებები საით არის მიმართული. ამას რწმენა წარმოდგენებს ვეძახით ხოლმე, აი ამ რაღაცა დებულებებს ვიჯერებთ და მე ვცხოვრობთ აი ამ დებულებებით. როგორც არის მაგალითად, ახლა გუშინ ვიხილავდით ზუსტად საინტერესო кейსს ერთ-ერთ კლიენტთან, რომ მაგალითად შეიძლება დაიჯერო ერთ-ერთი რწმენა ღირებულება, იქ არის ძალიან გახშირებულია ჩვენს რეალობაში, რომ ყველაფერი თუ გინდა რომ კარგად გქონდეს, გინდა ურთიერთობაში, გინდა საქმეში, ამისათვის ბევრი უნდა იშრომო და იწვალო. რომ უწვალებლად არაფერი გამოდის. ну მაგას რას ვიღებთ სამაგიეროდ მაგის უკან, რომ თუ რაღაცა ძალიან მარტივად გამოვიდა შენ ცხოვრებაში, შენ იმას უბრალოდ არ აღიარებ და არ ეკარები. და იზოლირებას უკეთებ და მეგობრობასაც შეიძლება ეს ქონდეს, არ არის აუცილებელი ძალიან დაიხარჯო ამ ურთიერთობისთვის. თავარი მანდ არის, რომ ვინც ვართ და როგორც ვართ მეგობრები, კარგად ვიყოთ. როცა ვართ გვიხაროდეს ერთად ყოფნა, ბედნიერები ვიყოთ ერთად ყოფნი და რამე რო გვიჭირს პირველი რაც უნდა გახსენდებოდეს, უნდა გარბოდე იმ მეგობრებთან, რომ იქ სადღაც დაცული გარემო უნდა იყოს. და მოდი ხა ცოტა ხმად წავიდეთ კიდე მაგ ამბავში რა. ჩვენ თავში გარდა იმის დასრულებისა, ვინც ახლა ვართ და ვზივართ, ერთდროულად გვაქვს მშობლის ნაწილიც და ბავშვის ნაწილიც. ну მშობლის ნაწილი რა არის? ხა ეს მანდ მოკლედ ვთქვათ. უნდა ნაწილები, აი რაღაცა ვალდებულებები, რომელიც ცხოვრებაში გვაქვს. ну შეიძლება ჩათვალო, რომ მე ამ ადამიანს ვჭირდები, ამიტომ უნდა მქონდეს ურთიერთობა. მე მას ვერ მივატოვებ, იმიტომ რომ ვჭირდები, იმიტომ რომ უჩემოთ, რა ვიცი, რაღაცა დაემართება, უჩემოთ ვერ გადარჩება. არავისაფერი მოუვას სინამდვილეში უჩვენოთ, მაგრამ ну მაინც შეიძლება ეს გჯეროდეს და ამ ვალდებულებებით იყოს დატვირთული მთელი შენი ურთიერთობები, პირადიც და მეგობრულიც. და გარდა ამისა, ხარ ისე თქმაც უფრო მინდოდა, არის ბავშვის ნაწილი, სპონტანური, ლაღი, რომელიც აი ზუსტად ესეთი რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ვხდებით მეგობრებთან. ეს ნაწილი თუ დაგვეკარგა,
მე მგონია რომ ფასი ეკარგება საერთოდ იმ მეგობრებს. არჩევა მეშლება, ეს ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ ეს არის. აი სილაღე, ის სპონტანურობა, ის ხანდახან გაფრენა, არ ვიცი, რაც გინდა დაარქვით, ამათ მეგობრებთან უნდა შეკეცლოს. ამის გარეშე, არ ვიცი, როგორ უნდა აწყო ურთიერთობა წარმოუდგენელია. რაც ჩვეულებრივ ადამიანებთან, სხვა გარეშე პირებთან ნაკლებად მიიღწევა. ყოველთვის კონტროლს ვიწყებთ. მეგობრებთან არ უნდა მაკონტროლებდეთ. და ზრდასრულ ასაკში მაინტერესებს, აი გაუთვითცნობიერებლად როდის ხდება თითქოს გასერიოზულება, დასერიოზულება პიროვნების ცოტა თითქოს სხვა ეტაპზე გადაყვანა, სადაც ხდები ცოტა კაცრი, ცოტა აი თუნდაც მეგობრებთან, მიუხედავად იმისა, რომ თავს გრძნობ თავისუფლად, მაგრამ ცოტა სხვა პერსონა ხდები, აი რა მე ეჭვმაქ რომ ეს ასაკთან არ არის დაკავშირებული. ალბათ ეს არის, ხო, შეიძლება იყოს რაღაც ტრამვული გამოცდილებები, რაღაცა მძიმე პერიოდი, როდესაც აი რა მაქვს მოსმენილი ხშირად კლიენტებისგან, როდესაც თქვა ყავს კარგი სამეგობრო, სადაც დროს ატარებ, ერთობი, ერთი ამბავია. მე რაღაც შეგემთხვა ცხოვრებაში, ნუ რამდენიმე შეიძლება და იქ დეპრესია მიჩინა თავი, იქ ზოგადად აპათია, მან რაღაცები ცოტა ხანს არ გინდა და ბევრისგან მაქვს გაგებული, რომ აი ასე დროს ვეღარ მიგებენ. ასე დროს აი იზოლირებას გიკეთებენ თითქოს რომ შენ ესეთი არ ყოფილ ხარ რა გჭირს რა მოგივიდა ისევ ხალისიანი უნდა იყო ანუ თითქოს პირობას გიყენებენ რომ ისევ კარგი უნდა იყო ისევ ხალისიანი რომ ჩვენთან იყო თუ არა და მინდა მაინც ეჭირო არა ხარ ეს ხო იმდენად ხშირია იცით აი ამიტომ რომ ადამიანებს როგორ გითხრათ ეზარებათ აი ესეთი ჩვენ იცი როგორ ავართ არა ემპათიას უფრო არ იცი ასე დავარქვე ჩვენ გვიყვარს წარმატებული ადამიანები ბედნიერი ადამიანები მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არ ვაღიარებდეთ გშურდეს და რაღაც მაინც კომფორტულია ასეთი ადამიანი და აი დატანჯული ადამიანი წუწუნა ადამიანი ცუდად უყოფი ადამიანი არც ეგეთი კეთილები ვართ ადამიანები რა გიხოთ შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ რომ აი ესე გადავყვეთ დიდი ხნით სხვას და ქაჩო და მით უმეტეს თუ ეს არ შეგვიძლია იმიტომ რომ ხშირად აი ესეთი მძიმე პერიოდები არის სპეციალისტთან სამუშაო და იქ მეგობარი ვერაფერს აკეთებს და აი ხა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ სიტუაციას როდესაც გადაუმუშავებელი რაღაც პრობლემა გაქვს და მაგალითად მეგობარს ურეკავ და ყოველ დღე საათობით ელაპარაკებიან ერთ და იგივეს, საიდანაც აი დახურული წრეა, რა ისეთი შეკრული წრე, ვერ გამოდიხარ, ვერ ჩენ, ვერთის მეგობარი გეხმარება. ჩაითრევს არა. ნუ დიდი ალბათობით თუ მან რაღაც ეს დისტანცირება არ გაგიკეთა, ჩაითრევ შვენივრად გადასარევად და ერთად იქნები ცუდად. ხო და ამიტომ აი დასერიოზულება რაც ახსენე, უფრო ეგეთ რაღაცებს ეხება, აი ტრამვულ გამოცდილებებს, სხვადასხვა მძიმე პერიოდებს ცხოვრებაში და მაგ დროს თუ მეგობარი სწორად და კარგად გიდგას გვერდით ალბათ მე ეს მეგობრობა უკვე ძალიან დროში გამძლია ბოლომდე. ალბათ. და სწორად დგომას მაგალითად ვიტყოდი, როდესაც შეგიძლია უთხრა, რომ ის ახლა რაც შენ გაწუხებს, მე ამას ვეღარ ვერევი, ვეღარ გისმენ, მე თვითონაც ძალიან ცუდად ვარ და მოდი მე ხა ვიპოვი სპეციალისტ და წავიდეთ და მივხედოთ. ყველგან გამოყვები, რასაც ვიზამ, მე გიპოვი, მე დაგიგეგმავ. ოღონდ მოდი რა მომეხმარე რომ დაგეხმარო. აი ეს ალბათ ყველაზე ჯანსაღი მიდგომა ასე დროს და ხო, ნუ ჩათვლით რომ აი მეგობრობა გულისხმობს იმას რომ თან ჩაყვე მეორე ადამიანს და თუ ვერ შველი რა თქმა უნდა, ამაზე ელაპარაკი. თორე დახმარების ბერკეტები არსებობს როგორ გავართულე. არა, ძალიან საინტერესო იყო მართლა ეს ნაწილი და ისეთი მნიშვნელოვანი. მე სულ მგონია რომ დანაკლისი ვარ ჩემი მეგობრებისთვის, ანუ ემოციურად ცოტა შეიძლება იმდენი მქონდეს ეს ჩემი საზღვრები და ისე მქონდეს. იცი რა, ისინიც თუ ასეთები არიან, არ მგონია ეგ პრობლემა იყოს. ხო. მან ლაპარაკია რამდენად ერთნაირ ღირებულებებით ცხოვრობთ და ერთნაირი შეხედულებები გვაქვს ამ ურთიერთობებზე. გადათქვეფა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ კარგი მეგობრები ვართ. იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან ღრმად რო შედიან ამ ერთმანეთის ცხოვრებაში, ასევე ძალიან სწრაფად იშლებიან რა, ფიზიკა რა. რა ძალითაც გიზიდავენ, მე იმ ძალით ხდება განზიდვა და არ ღირს ცოტა ერთმანეთს სივრცე უნდა დაუტოვოთ. დისკომფორტია ყველას ეს არ შეუძლია. დისკომფორტი იქნება მე მოდიცი რა ვთქვათ, აი ეგრო გამოვტოვა უბრალოდ არ შეიძლება, მით უმეტეს მეგობრობის თემაში. ფსიქოლოგიაში არის ეგეთი ძალიან კარგი ტერმინი, ერთ-ერთი კარგი ავტორის, ჰელინგერის, სიკეთის მიყენება. ძალიან მომწონს. ანუ სიკეთის კეთება განსხვავდება სიკეთის მიყენებისაგან და ეხა იდეა რა არის ამის უკან და მეგობრობაში ხშირად გვემართება შეცდომებს უშვებთ ხოლმე. სიკეთის კეთება, როდესაც მე თქვენ მაგალითად რაღაცას გიკეთებთ, შეიძლება იმ წუთას ვერ დამიბრუნო იგივე დოზით ის სიკეთე, ან რა ვიცი, დახმარება არ აქვს მნიშვნელობა, ფულად იქნება თუ ემოციური იქნება თუ ფიზიკური იქნება, მაგრამ განცდა ორივე მხარეს გვაქვს, რომ მე თუ იგივე დამჭირდა ხვალ, შენც იგივეს გამიკეთებ. ანუ ბალანსის თემაა რა. რამდენად გვაქვს ჩვენ ამ ნაწილში ერთნაირი შესაძლებლობები.
მაგალითად, ფულზეც რო დაიყვანო ადვილი დასათვლელია, რაც მე შემიძლია გასესხო, შეგიძლია თუ არა შენ ხვალ იგივე ოდესმე დამიბრუნო. შეიძლება არც არასდროს დამიბრუნო და არ დამჭირდეს დახმარება, მაგრამ განცდა იმისა, რომ ჩვენ ჰარმონიაში ვართ და ბალანსში ვართ ერთმანეთთან, კარგია. აი ამისგან განსხვავდება სიკეთის მიყენება. როცა ადამიანს იმდენად ბევრ რაღაცას ვუკეთებთ, რისი დამბრუნებელიც ის არასდროს არ არის უკან. და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანი მადლიერი დარჩეს, უბრალოდ ღიზიანდება და აჩენს აგრესიას. და ამიტომ არის ალბათ, ბევრისგან გაგიგიათ, რომ გადავყევით და რითი გადამიხერა სამაგერო და ზედ არ მიყურებს. ეხლა აღარ ადამიანი, მე ვიყავი ეგ ადამიანი. ხო და რეალურად ეგ არის, რომ სიკეთე მიგიყენებია და არ ღირდა. ნამდვილად და მეც ემოციურად გამოვიფი და სავარაუდოდ შეიძლება ისიც გადავღალე და საერთოდ არ იყო მისთვის. უბრალოდ აი ჩემთვის ის იყო რაღაც აჟიტირება იყო, ზოგადად ახალი მეგობარი თუ აი ეს მასთან ურთიერთობა იმ მომენტში მე მაძლევდა, ხო, კარგად ვიყავი და თავს დავდებდი ყველაფრისთვის, რაშიც დავჭირდებოდი, არა და სიტუაციურად ისეთი მდგომარეობა იყო, რომ პირიქით სავარაუდოდ აქეთ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაც მე ვიყავი იმ მომენტში. ხო, მოკლედ აი ცოტა ისეთი რეზუმირება რო გავუკეთოთ, ბალანსში უნდა ვიყოთ ურთიერთობებში. რასაც მე გავცემ, რასაც მე ვიხარჯები, რასაც მე ვიღებ, მეორე მხრიდანაც იგივენაირად თუ მიდის ეს პროცესი, ჩვენ როგორც წესი კარგად ვართ ამ ადამიანებთან. ჩვენ სუბიექტურად რა გვჭირდება აქამდე დადის, თორე მანდ ზოგადი წესები, კანონები და რეცეპტები ხო ხვდებით რომ არ არსებობს. ასე უნდა მოვიქცე და კარგი მეგობარი ვიქნები, არის ძალიან სისულელე. არა, შეიძლება არაფერი არ გააკეთო, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარი იყო და პირიქით. და უბრალოდ იმ ანუ ეს საზღვრები გქონდეს, მშვიდად იყო, შენთვის იყო, არც აი თქვი, ხო, მართლა წაღერაც თქვით, რომ უცებ ესე ფიზიკის გარანტია მიდიხარ და უცებ აი ზუსტად რამდენჯერაც მოხდა. გადაიწვევი უბრალოდ. აი ეგეც ინტენსიურ მეგობრობაში შევედი, ეს ოღონდ აი ჩემთვის ეგ უკვე მეგობრობა აღარ რაღაცა გაუაზრებლობა ხდება, ხო, აი აღარ ქვია მაგას მეგობრობა და მე უცებ რაღაცა სკანდალური თავდება, რაც ანუ რაც მოსალოდნელი იყო. ხო. და ნუ კარგია რომ ეგ გამოცდილება თავის დროზე მივიღე. ყველგანები ჩვენ ამას დაბადებიდან არ დაგვყვება ესთვის უნარჩვევები და ამას ვწავლობთ გზად და გზად და ნუ კარგია თუ აანალიზებ და ხვდები რომ აი სხვა დროს იგივე რომ დაგემართოს, რა შეგეშალა, რა არ უნდა ქნა, თქვათ აი სად იყო ეგ შენი წითელი დროშები და რა უნდა შეგემჩნია მანამ. და აი როცა გძნობ იმასაც რომ აი ადამიანს ეკაჩები და არ მოყვება. აი მანდაც უნდა გქონდეს მიღებლობა იმისთვის რომ მოდი რა მე რაც მინდა ის ყველას ვერ ენდომება. ეგეც რაღაც ეგოცენტრული საქციელია. ხო შეიძლება კარგისკენ ეკაჩებოდე, მაგრამ არ უნდა. არ უნდა, ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, იცით რა არის, მოდი რა ვხსნათ, იცი რომ ჩვენ როცა რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ და რაღაცას ვაკეთებთ, ვიღაცასთან ურთიერთობა გვაქვს, ნებისმიერ მომენტში, რა მომენტშიც მე გადაწყვეტილებას ვიღებ, ამის უკან პოზიტიური განზრახვა დგას. ანუ რა, რომ ჩემთვის ის არის საუკეთესო არჩევანი იმ კონკრეტულ სიტუაციაში. შეიძლება დრო გავიდეს და მე ვინანო, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ იმ წუთას რა გადაწყვეტილებასაც ვიღებ, ის არის ჩემთვის საუკეთესო. ყველა სხვა შესაძლო ვერსია შორის. და ასე შევხედოთ, მოდი ახლა სხვებსაც საკუთარ თავსო თავი დაანებო, ხო? ის ადამიანი ისე იმიტომ იქცევა, რომ იმ წუთას გონია რომ მართალია. კი, შეიძლება შენ ჩათვალო, რომ შენი ვალია რაღაცაზე მიანიშნო, მაგრამ აჰა ერთხელ უთხარი და დაამთავრე. ჯერჯერობით მე თუ მკითხავ ურჩევას თუ არ გეკითხებიან არ უნდა უთხრა ადამიანს და არ უნდა ურჩიო და არავის საქმე არ არის ეგ და თუ გეკითხებიან, ნუ კი ბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ფსიქოლოგები არ უძლევენ რჩევას, მაგრამ მეგობრებში შეიძლება. ხო. აი მაგის გააზრებაზეც ის მქონდა სერიოზული ჭიდილი ჩემთან, რომ ვიღაც აი ჩემი მეგობარი რომ მოდის მიყვება რაღაც თავის ამბავს, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი მეგობარი ცუდად იყოს და მინდა რომ დავეხმარო, აი ეგრევე ეს მე მოძრავი ტიპაჟი ვარ, რომ მოდი გიშველი და ეხლა უნდა გადაგარჩინო. ეხლა გადაგარჩენ და ნუ აი ვეუბნები ერთს მეორეც და ნუ ეს ადამიანი უბრალოდ იმიტომ ყვება ამ რაღაცებს, რომ იქ გამოუშვას. ხო, დაიცალოს. და ეს არ არის ადგილი, სადაც მას მე მოქმედება უნდა დავაწყებინო და ეგ არც გეკითხება თან. მეკითხება მაგას. ანუ იდეაში ისეთი ტონი, ან მე ვიღებ ეგრე, ვიხდი აი ადამიანი რაღაცას გიზიარებს, მინდა რომ უკეთესობისკენ წავიდეს ამის მერე. ჩვენ ყველას გვინდა, რა თქმა უნდა, ახლობელ ადამიანებზე ვცდილობთ რომ ისინი კარგად იყვნენ, მაგრამ ხო გეუბნები თუ რჩევას არ გვეკითხებიან, მოდი რა, დარჩით თქვენი საზღვრის აქეთ. არ არის თქვენი საქმე. კი არა, იმიტომ რომ მე არის კიდე ძალიან ცუდი შეგრძნება, როცა გაიაზრებ რაღაც ეტაპზე ალბათ ხვდები, იმიტომ რომ მე მქონია მსგავსი გამოცდილება, სადაც მე მივხვდი, რომ სიამდვილეში ჩემი აზრი იქ საერთოდ არ იყო საჭირო და საერთოდ არ იყო იმ მომენტში მისთვის რაღაცა დახმარების საშუალება და საერთოდ არ შეუმსუბუქა იმას არაფერი და არც თქვა სხვანაირად არ დაანახა სიტუაცია და ცალკე თავია რომ სურვილი გაქვს, ცალკე თემაა რომ სურვილი გაქვს, მაგრამ რეალურად მართლა ვერ ეხმარები.
და ნუ აი შენი ენერგიის ხარჯვაც მიდის და არა, სულ რომ მე სულ რომ თქვა ესე რომ რაღაცა რეალურად პრაქტიკული რჩევა იყოს, წამომყვეს მე მიიღოს ის რაც უნდა, იმას იმ მომენტში ეს არ ჭირდება, არ უნდა, იმიტომ რომ იმის აი ზუსტად როგორც თქვი, იმისთვის ეს არის დაცლის საშუალება და იქ უბრალოდ უნდა რომ ამითი რაღაცა თავის ის რაღაც გადაიტანოს ჰაერში, არა რაღაც შენზე რომ შენ მე დახმარების ხელი გაუწოდე და მე აი ამის დისკომფორტი და ფოთვა რომ შენ ეს რაღაც შეცდომაც დაუშვი, იმიტომ რომ იმის თვალში ეს კიდე ცოტა სხვანაირად ჩანს. იმ მომენტში გაღიზიან და იმ მომენტში კიდე ცოტა უარყოფითი შეგრძნებები წამოვიდა. ხასიათებ და რაც გავიზარდე ვისწავლე კონტროლი, რომ აი რომ მომიყვება ადამიანი და ხვდები რომ ანუ რაღაცაში არ არის მართალი. და ერთი და იგივე უკვე მე ასეჯერ გააკეთა. ვეუბნები რომ ნუ ხო უნდა დაინახო ხა აწი და მივხვდეთ და ჩამოღაღარ ვიტანჯოთ და ეს არ უნდა იმ მომენტში რა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იმ ტანჯვაში კიდე რა სარგებელია. კაი, თალკე. ეგეც ასაიტო. რჩევის თემას იცი რა კიდე ძალიან ცუდი, რასაც ფსიქოლოგებს გვასწავლიან პირველი კურსიდან ალბათ რომ პასუხისმგებლობა გადმოდის შენზე. თუ მაგალითად შენი რჩევი წავიდა, რაღაც გააკეთა და გამოუვიდა, ну ჩათვალე რომ ყველა შემდეგ ნაბიჯზე შენთან იქნება და ისევ რჩევას კითხავს და შეიძლება გაგიჟდებოდოს, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ამის გაძლება. თუ არ გამოუვიდა, მაშინაც რა თქმა უნდა შენ ხარ დამნაშავე რა, აი შე რომ მერჩიე და აი რომ წავედი და რომ არ გამომივიდა, ანუ ყველა ვარიანტში პასუხისმგებლობა არის შენზე და არ არის საჭირო. არანაირი საჭიროება ამისი არ არის. პირიქით თუ გინდა შენმა მეგობარმა რაღაცა ჯანსაღად გადაჭრას, დაუტოვე ის პასუხისმგებლობა, რომ იცოდეს მისი გაკეთებული წარმატება, მის გამოადგება მე მთელი ცხოვრება და აცადე. აი ძალიან მიჭირს რომ ადამიანს რაღაცები. ხო, ძალიან რთულია და ცოტა თავთან, საფრთხეთან თუ მუშაობა მის მიღწევა შეიძლება. არ მივხვდი რომ გავიზარდე და მოდი რა, ანუ მეც ვიტანჯები, შენც ვიტანჯები, მე ანუ ძალიან ცუდი შედეგები დგება და ისე ჩემს თავს ვფრთხილდები და ეგოცენტრულობა ძალიან ისე კარგი პრობლემაა. მეკონი როცა შენს თავზე ადამიანს. ხო, არ არის ეგ ეგოიზმი, იცი, მე მაინც ვერ დავარქვევდი. ეგ არის საზღვრების პატივისცემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ბევრს მორღვეული აქვს. აი, მე მგონი რომ ხო. და რამდენად არასწორი ის გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ ეს ეგოცენტრიზმი მიგვაჩნია, როცა უბრალოდ აი ნორმალურ საზღვრებში მაგის ბრალი არ არის, ჩვენი კულტურაა ეგეთი. ჩვენ ვართ კოლექტივისტური კულტურის ნაწილები და ჩვენ გვიყვარს აი პატარა ჯგუფებში თან არსებობა, ასე ვთქვათ, ნუ სამეგობრო, სადაქალო, საძმაკაცო, სანათესაო, მნიშვნელოვანია მათი აზრი ჩვენთვის და შესაბამისად, თუ ესენი ეს მხარდამჭერი გუნდიც არის, ახლოსაც არის და ერთად ვართ კეთილი უნდა ინებო და ისიც აიტანო, რომ საზღვრებს დაგირღვევენ ხანდახან, იმიტომ რომ ვალდებული იქნები, მათი მოლოდინები გაამართლო და ნუ უბრალოდ ჩვენ ესე ვცხოვრობთ. სარგებელიც გვაქვს აქედან და ნუ ზიანიც. ეს გადამება და ერთი საინტერესო კითხვა, რომელზეც აი ვერ ჩამოვყალიბებულ ვარ, გუშინ მე და ჩემი ქმარი ვსაუბრობდით მაგაზე და იმას სხვა აზრი აქვს, მე სხვა. აი, როცა ხდება ისე, რომ მეგობრებში მესამე პირთან ერთ-ერთს აღარ აქვს ურთიერთობა, მაგრამ ამ მეორეს მაინც აქვს. აი, მან რა ხდება? მე მაგალითად ვარ ძალიან გუნდური ადამიანი. თუ ჩემი მეგობარი, რომელიც არის აი ძალიან ახლო ვიღაცა მაწყენინა, მე მესამე ადამიანთან არ მექნება ურთიერთობა. ვინც აწყენინა იმასთან? ხო. ანუ აი გუნდ აი ოჯახშიც რა თქმა უნდა ეგრე აქ საერთოდ, მაგრამ აი მეგობრობაშიც ეგრე ვარ, რომ თუ ვიღაცას თვლი რომ არასწორად მოექცა, აუცილებლად აქეთ ვიდგები და ხო აი ამ გუნდურობაში ვრჩები და აი არ ვიცი ხა რამდენად ჯანსაღი არის თუნდაც ეგ დამოუკიდებლობა. არ ვიცი, ეს ძალიან ინდივიდუალურია, ჩვენ მათ მზავ რეცეპტი ვერ გვექნება, გააჩნია რადონის დანაშაული აქვს მეორე მხარეს ჩადენილი. თუ ეს აზარალებს არა მარტო იმ ადამიანს, არამედ მთლიანად ზარალდება თქვენი ურთიერთობა, სამეგობროს ურთიერთობა, სავარაუდოდ თქვენც ვერ აპატიებთ და ძალიან მარტივი ამბავია. თუ თვლით რომ ორივე მხარეს თავის სიმართლე აქვს და რომელსაც უსმენის მართალი გონია, ну შეიძლება ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ოღონდ ცალ-ცალკე. დისკომფორტია, ვინკითხავთ რომ კაი ამბავი არ არის კარგი ამბავი, მაგრამ გონია რომ ამის გამო ადამიანებს არ კარგავენ. რომ ხანახან რაღაც გაუგებრობები ხდება და ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს სხვა ადამიანების ურთიერთობაზე. ნუ ეგ არის წარმოუდგენელი თემა. ჩვენი საქმე აღარ არის, ხვისია ეს საქმე. მანდაცავებია, საზღვრებია. მეგობრობაში ესე იგი იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ მასეთ შემთხვევაში იმ ორი ადამიანის გადასაწყვეტია ის ურთიერთობა და ну, რა ვიცი, ხო, რამდენად გამართლებული ამაში ენერგიის ხარჯვა არ ვიცი. და ეს საზღვრები პირად ურთიერთობებში, ანუ პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, რამდენად, ასე რომ ვთქვათ, ამოცნობადია, რომ სწორად გვაქვს საზღვრები დადგენილი და სწორად გვაქვს ურთიერთობის, ასე რომ ვთქვათ, გეზი აღებული. მე ვიტყოდი რომ მეგობრობაში უფრო მკაფიოდ ჩანს და პირადში ცოტა გვერღვევა ეს საზღვრები. საჭიროა, კარგია და აუცილებელია, მაგრამ რეალობაში ეს ესე ამრუშავს. ხანდახან ძალიან ვითქვიფებით და
გვავიწყდება უბრალოდ თავდებით ჩვენ და სად იწყება სხვა ადამიანი, მაგრამ ალბათ ასე რო არ იყოს, კაცობრიობა არ განვითარდებოდა, ოჯახებს არ შევქმნიდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხანდახან საჭირო ეს თავდავიწყება, მაგის თქვა მინდა. მოდი, ალბათ უფრო უნდა შევეხოთ, როდის ხდება, როცა ერთი მხარიდან მიდის მთლიანად აი ესეთი თავდადებაც, ერთგულებაც, სიყვარულიც, გახსნილობაც, საზღვრების ხანდახან მოშლაც და მეორე მხარე არის ძალიან კარგად ჩაკეტილი, შეიარაღებული და ასე არ გიშვებს, ასე ვთქვათ, თავის საზღვრებში, ხო? ასეთები ხშირად ხდება ხოლმე. ნუ მანდ რა თქმა უნდა, თქვენი არჩევანია. გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ ესეთი ადამიანი, მაგრამ აქ მივალთ ისევ იმ თემამდე, რითაც დასაწყისში დავიწყეთ, რამდენად ნაცნობია ეს გარემო და ეს ურთიერთობა ჩემთვის. თუ ძალიან გავს ეს იმ სიტუაციას, რაც მე მთელი ბავშვობა მაქვს გავლილი და რაშიც მაცხოვრეს მშობლებმა ბჭყალებში, თვითონ შევა არც უნდათ, მაგრამ ეგრე გამოვიდა. მაშინ მსგავსი ურთიერთობები არა მარტო საერთოდ შეიძლება არ იყოს ტოქსიკური. მოდი ესე დავარქვათ რა და შეიძლება საერთოდ არ იყოს დისკომფორტის მიმცემი. კი, წუწუნები იქ რაღაცებს ყვები სხვანაირად გინდა, მაგრამ გიმეორდება და გიმეორდება. და რაც ძალიან მომწონს აი ამ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში, ხა ბევრნაირი თეორია ხო ხვდებით ახლა ფსიქოლოგების დიდ ნაწილს, ყველას თავის შეხედულება აქვს რაღაც ამ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით და 1000 რაღაცას ეცნობი. მაგრამ რაღაცა ყველაზე საღი და კარგი მგონია იუნგის დამოკიდებულება აი ამ ზუსტად აი ამ ნაცნობ სიტუაციასთან დაკავშირებით და იუნგი ამბობს, რომ ჩვენ ვირჩევთ პარტნიორს იმის მიხედვით, რომ აი ეს დეფიციტი რაც ქონდა ურთიერთობებში, თქვათ მაგალითად მშობლებთან, გადავითამაშოთ თავიდან, რომ იქნებ ახლა მაინც კარგად დასრულდეს. ნუ ეს რამდენად სრულდება კარგად ეგ ცალკე თემაა, მაგრამ საინტერესო მანდ ის არის, რომ თუ დასრულდა და მოვაგვარე, ესეთი პარტნიორი კიდე საჭიროა? ძალიან საინტერესო. იკრება. ხო. სანამ ამ თამაშში ვართ, იქნებ მანამდეა მთელი ეშხი ურთიერთობის, არ ვიცი, ხო? ხო, მე რა ხდება და როგორ თუ მოგიგვარდა, არ ვიცი როგორ იქნება. ტოქსიკური ტოქსიკურობა დრას მივიჩნევთ, ეს სუბიექტური არის ეს ამბავი და მე აღვიქვამ რაღაცას ტოქსიკურად თუ არის აი რაღაც ისეთი მკაფიო ამბები, აი მათემატიკა არ არის ხა ეს ამბავი. არა, რა თქმა უნდა. ვიცოდეთ ესე ზუსტად. სიყვარული მე თუ გითხავ ძალიან მარტივი რამეა, რა მხრივ ვიცი, ან კარგად ხარ ან არა. ძალიან ორჯერორია მართლა. თუ არ ხარ კარგად, გინდა ტოქსიკური და არ ქვი, გინდა პრობლემური და არ ქვი, რა სიტყვებიც გინდა იხმარე, არ ხარ კარგად და დამთავრდა. სტატისტიკა გვაქვს ეგეთი სინამდვილეში. ჩვენთანაც ესეთია და ძალიან ბევრგან. შექმნილი ოჯახების 50% ინგრევა. ანუ 50 დარჩენილი პროცენტიდან 50%-ია მარტო ბედნიერი. ანუ რეალურად იმ ბედნიერების პოვნა ეგეთი მარტივი არ არის. ცოტა ადამიანი აღწევს ურთიერთობაში, აი ამ სრულფასოვან ურთიერთობას და ბედნიერებას და კმაყოფილებას. და ნუ ცოტა უნდა შეეცადოთ, რომ იმ პატარაში მოხვდეთ. დარჩენილი 50%-ზე რომ მუშაობა სჭირდება ორივე მხარისგან, იმიტომ რომ როცა იზრდები ალბათ თან როცა რაღაც არ მიყვარს ესეთი მიდგომა, მოდი გულწრფელად გეტყვი. უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობებზე, უნდა რაღაცები ვაკეთოთ, არაფერი არ უნდა აკეთო. უბრალოდ კარგად უნდა იყო. არაფერი, შენაირი ადამიანი უნდა იპოვო და ბედნიერი ხარ. ხა. აი ფაზელივით ეწყობა თითქოს, აი ხა თუ არის რაღაც კრიზისული პერიოდები, სადაც შეიძლება რომ დასჭირდეს. კრიზისული პერიოდები არის, რა თქმა უნდა, გადალახვა. იცი რა არის, თუ ძალიან კარგად ხარ ადამიანთან, კარგად რას ვეძახი ახლა? გარდა სიყვარულისა, იმ ღრმა გრძნობებისა, გარდა ლტოლვისა, გარდა მეგობრობისა, ესეთი კრიზისები გაჩნდება, მაგრამ ეს სამივე კომპონენტი როცა მუშაობს, ადვილია იქ მოგვარება კრიზისის გადალახვის. როცა არ არის საკმარისი ცოტა. ხო. აი მე უკვე ჩავარდნები მეტი ალბათობა. აი მე ვეძახი ამ კრიზისულ პერიოდებს მუშაობასთან, რომ მე უნდა იმუშაოთ ამაზე, რომ ეს მოგვარდეს რაღაც ეგეთი. კაი, ახლა მაინც მუშაობას ესე მივდივარ. რამდენიმე პუნქტი ვთქვათ მაშინ. პირველი რაც ძალიან ხელი შემშლელია და ხშირად ხვდებით კლიენტებთან არის, როდესაც ხმამაღლა გამოთქმა არ შეუძლიათ იმ თავის წუხილის და პრობლემის, რაც უგროვდება მეორე ადამიანთან. გონია რომ ამითი გულს ატკენს, გონია რომ ასე არ შეიძლება ურთიერთობებში, ან არ არის უბრალოდ მიჩვეული, რომ თავის ემოციებს სახელები დაარქვას და გააზიაროს, რას გრძნობს, იმიტომ რომ ისე ბავშვობას მივაწყდებით ხოლმე, მაგრამ ეგ არის, თუ არ მასწავლეს იქ დაცლა და გამოტანა და ვიღაცა გამგები არ მყავდა არასდროს, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია მის წარმოქმნა, რომ ეხა პარტნიორი შემხვდება
მაინც ისეთი, ვისაც დაუჯდები, მომისმენს შევა მდგომარეობაში და რაღაც ამ ბევრ რაღაცას თავს ვიკავებთ. ხანდახან არის რომ იმდენად კრიზისში შედის, რომ ლახავ ამ შესუხერხულობას, იწყებ ლაპარაკს და მე აღმოჩნდება, რომ თურმე არ ყოფილა რთული, თურმე მეორე მხარეც გისმენს, ისიც მზად იყო, რომ აქამდეც მოესმინე და ყველაფერი კარგად არის. თუ ამ კრიზისს მეორე მხრიდან მაინც არაფერი მოყვა, ანუ მოჭიხში შევდივართ, ეგეთები ხდება. ძალიან ბევრი ფაქტორია სინამდვილეში, რაც შეგვიძლია ასე დროს ვისაუბროთ, აი მართლა ბოლო არა აქ, ძალიან ბევრი რამე. ის კრიზისებიც ურთიერთობებში საჭიროა. ნებისმიერი კრიზისი თავისთავად პოზიტიური მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ. ეს თუ არ არის, აი ჩემთვის მაგალითად აი ჩვეულებრივი არ ვიცი, საშიშია, როცა წყვილი მოდის, ან ერთი მოდის და მეუბნება რომ აი დღიდან ქორწინებისა და ჩვენი გაცნობისა არასდროს კონფლიქტი არ გქონია, ყოველთვის ჰარმონიულად ვართ, კარგად ვართ. მაგას მირჩევნია, არ ვიცი. სადღაც იცლებოდნენ ერთმანეთთან, ხო? არ ვიცი, ჩემს მანიშნებელია იმის, რომ ძალიან შორს არიან ერთმანეთთან. შეუძლებელია რაღაცა კრიზისები გზადაგზა არ კონდეს და ამას არ ლახავდე და არ გადადიოდე რაღაცა სხვა ეტაპზე. თუ არა და მგონია რომ ძალიან მოსაწყენია ასეთი ურთიერთობა რა. კრიზისს მე არ ვეძახი ჩხუბს და კონფლიქტს, ახლა იმედი ხვდებით ხო? ეს არის სხვა გაუგებრობები, სხვადასხვა ისეთი თანხვედრა რო ირღვევა და ვერ გვიგებენ ადამიანები, მაგრამ ესეც საჭიროა ხო? საკითხები, რომელსაც სჭირდება დალაპარაკება. ხო, საკუთარშობელი ვერ გვიგებს და რა ვალდებულია ვიღაც სხვაგან გაზრდილი, სხვა ოჯახში და სხვა ღირებულებით გაზრდილი ადამიანი მთლიანად მოცული იყოს ჩვენით, ხო, წარმოუდგენელია და ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ და გამოვთქვათ. და დათმობებზეც რო ვთქვათ. ანუ ურთიერთობებში დათმობები ხო, რამდენად დათმობები საჭირო, ისედაც ვთმობთ ჩვენ, როცა ადამიანი გვიყვარს, ბევრ რაღაცას ვთმობთ, მაგრამ მანდაც მივდივართ ბალანსამდე. თუ მე მაქვს განცდაში, რომ არა მარტო მე ვაკეთებ ამას, მეორე მხარეც იგივენაირად არის ჩართული და იგივე შეუძლია გაიღოს ამ ურთიერთობისთვის, მაშინ ეს აღარ არის შემაწუხებელი, მაშინ ყველაფერი კარგად არის. და ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ფაზელია მართლა რა. აი ჩემი ღირებულები, ჩემი რწმენები, ჩემი შეხედულებები, აკრძალვები, ნებართვები, თუ კარგად ჯდება მეორე ადამიანის შეხედა, აი მართლა ფაზელი ვიჯდება და ის მერე რა. ალბათ ყველას ყავს თითო ეგეთი წყვილი მაინც ირგვლივ, ვინც კარგად არის. არ ყავთ ეგეთი არავინ? მე ვარ კარგად. უბრალოდ ბედნიერია. ხო, მე მანდ ვიტყოდი ერთ რაღაცას, რამდენი ხნის ხართ? ქორწინება რამდენი ხნის არის? 6 აა, 6 ბევრი იყო. ხო, და 12 წელი შეყარებული ვიყო. უფ, გადაგილახიათ რაღაცები. მიდიოდი შუაში. ხო. არა, ნუ მაშინ ხმას არ ვიღებ. იგი ახალი ამბავია. არა. დასაწყისში უმრავლესობა კარგად არის ხო? არა, ჩვენ დასაწყისში სხვადასხვა ცოტა გაგვიჭირდა. პატარები ყოფილხართ და იმიტომ. ხო, აი დიდხნიანი შეყარებულობა ქონდა, დასაწყისი უფრო კრიზისული იყო ვიდრე მე. და რაღაც გამონათქვამი არის, რომ 5 წელმა თუ გასტანავა, მე კარგად იქნებით. ხო, აი კრიზისების 7 წელზე უფრო მეტია და რაღაც. ხო, კაი. პირველი წელი საძინია და თავის ისენია. ანუ კიდე 2 დამჭაყა. ფაზები, ნუ მაგით არ თავდება, მე დაიძაბო, არა, არა, ეგ, როდესაც კარგად ხარ და ჰარმონიულად ხარ ადამიანთან, არ არის შემაწუხებელი. და თვისებებზეც არის, როცა შეგიძლია საუბარი, რაც უკვე გავიარეთ და თქვით, ხო, ალბათ ის, რომ შეგიძლია, რომ შენ თავს შეახსენო, რომ ამაზე საუბარი ნორმალურია და პირიქით ამაზე რაღაც უნდა გამოხატო, გამოთქვა, პრეტენზია გაქვს თუ რაღაც ის განხილვა გინდა, ეგ უკვე რაღაც იმის ნიშანია, რომ გამოთქვა და მეორე მხრიდან როცა გისმენენ კიდე ეგ არის თავი მარტო შე რომ გამოგვა. არ მოისმინეთ, აქამდე ვერ მოვიდოდ. ალბათ. აი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ აი ეგოების დაჯახება არ უნდა ხდებოდეს, თუნდაც რაღაცაზე კამათის დროს, რომ აი მე გავიმარჯვე, აი ეგ მომენტი მგონია, რომ ხო, იმიტომ რომ სიამდვილეში წყვილს შორის გამარჯვებული არ არსებობს, ორივე ვზარალდებით მას ეს დროს. ხო და მაგას თუ მიხვდები რომ გუნდური თამაშია და არ ვარ მარტო უკვე კარგია. აი ეს რამდენად ნორმალურია. მე მაქვს მოსმენილი რომ ქორწინება არის ორი ეგოისტი ადამიანის ჭიდილიო, რომლებიც ერთმანეთს ეკლებს ამტვრევენო და ანუ რამდენად ჯანსაღი არის. ეგეთი ქორწინებებიც ხდება. იცი რა არის, როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს ლამაზად დალაგებული, სიყვარულით დაწყო. არ ხდება ეგეთი რამე რეალობაში. სხვადასხვანაირი ურთიერთობებით მოვდივართ ადამიანები, იმიტომაც არის საინტერესო. შეიძლება იყოს ეგეთი ურთიერთობები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეკლებს ამტვრევენ. შეიძლება. ან პერიოდები შეიძლება ქონდეს. იცი რა არის, მაგალითად ოღონდ სტატისტიკურად დროში ყველაზე გამძლე რომელი ოჯახია იცით? ალკოჰოლდამოკიდებულების. უგებენ კარგად. არა, ორივეზე არ არის ლაპარაკი, ერთიც რო იყოს. სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ ყველაზე გამძლეა ასეთი ოჯახი. ანუ იმის ილუზია, რომ აი დიდი სიყვარული მიდის ბოლომდე, არ არის. ვერ გაიგებ რა. ნუ იქ სხვა სიღრმეებია, იქ ვიღაცა მსხვერპლია, ვიღაცა მოძალადია, მერე ცვლიან ერთმანეთში როლებს. იქ ერთს აწყობს, რომ აი შენ რომ არა მე რა ვიქნებოდი, ეს თამაშის ერთ-ერთი სახეობაა და თუ გინდათ მე გავშალოთ ეგ თემა. საინტერესოა. და ანუ მეორეც ასე რა. კარგად არიან მოკლედ მაგ ამბავში. ვის სარგებელია ვერ გაიგები. ჩემს ფსიქოლოგმა მითხრა ერთხელ, რომ თუ ადამიანიო
ანუ აწვალებენო ირჩევს რომ აწვალონო რაღაც ანუ აი იცი რა მოდი მან სადღაცა ზღვარი გადის ხო რა თქმა თქვა უნდა აუცილებლად როცა ეს არის ძალადობის თემა და სამწუხაროდ დიდი გვაქვს ამის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ხო ეს საერთო თემაა სხვა თემაა კი და როდესაც გერევიან და პიროვნულად განადგურებენ იქ სხვა თემაა ამას მოდი ამ წუთას არ შევეხოთ აქ ლაპარაკია დომინირებაში როცა მსხვერპლი ხარ შენი ნებაყოფლობით მოდი ესე დავარქვათ და რას ნიშნავს ეხა ნებაყოფლობით მსხვერპლი იქ მარტო არ ახარ ოღონდ ცვლი იქ როლებს ხან მოძალადე ხარ ხან მსხვერპლი ხარ ხან მოკლედ რა სარგებელს შეიძლება იღებდე ამისგან? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თამაშია, როგორც უკვე ვახსენებ, შენ რომ არა. და მე ამას აქვთელია გაგრძელება. შენ რომ არა იცი, მე როგორი ადამიანები ყავდა გვერდით, შენ რომ არა იცი, მე რა კარიერა მიექნებოდა, შენ რომ არა. ეს მარტო პარტნიორს არ ეუბნებიან, შვილებსაც ეუბნებიან, დედებსაც ეუბნებიან, მამებსაც ეუბნებიან, შენ რომ არ გივლიდე ეხლა იცი, მე რამდენი რამე შემიძლია და ეს თითქოს დამადლება რეალურად არის გამართლება იმ შენი მდგომარეობის. იმიტომ რომ აი ეს რომ არა მართლა, იქიდან რა გამოვიდოდა ჩვენ არ ვიცით. შეიძლება არც არაფერი. მაგრამ მე სხვას დააბრალებდა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა და ასეთი ურთიერთო ეძრისი თქვა მინდა იცი რომ გინდა ეკლები დავარქვათ, გინდა ჰარმონია დავარქვათ, ადამიანებს რაღაცა სარგებელი ამ ასეთ ურთიერთობებშიც აქვთ. და მოდი პატივი ვცეთ რა. ჩვენი საქმე არ არის. თუ ორი ადამიანი ერთმანეთთან დიდხანს არის, შეუძლია დაშორდნენ, მაგრამ მაინც არ შორდებიან და მშვენივრად კარგად აგრძელებენ ცხოვრებას. ჩვენი საქმე არ არის, მართლა. დავანებოთ თავი. საზღვრები არც მეგობრებს, არც ნაცნობწყვილებს არავის. ხო, არ ვერევით არსად, იმიტომ რომ იმის უკან რა დგას ჩვენ არ ვიცით. ეხლა მაგალითად მოსმენილმა ეგეთი ფრაზები რომ თქვა დიდი კონფლიქტების დროს. ნუ ერთი ამბავი თავზე ახურავენ ერთმანეთს, მეორეთ მოსვლა მეზობლებს ესმით, ამის პოლიცია გამოიძახონ და აი რა ხდება მერე? ეკითხები მაგალითად ერთ-ერთ მხარეს. შენ არიცი მერე როგორ ვრიგდებით. და აი ამ შერიგებისთვის შეიძლება ღირდეს იმ რაღაცების გადატანა. ამიტომ ვიძახით რომ ნუ ვერ გაიგებ ხო. იმიტომ რომ მერე ის რაღაცა პერიოდი შერიგებიდან არიან იდეალურად. მაგრამ კიდე თავიდან ეს ციკლი და ნუ მეორდება რა. და მსხვერპლის როლზეც ვილაპარაკოთ. ხო, მსხვერპლისობა მძიმე თემაა, მაგრამ მოდი შევეხოთ რა. ხშირად, როდესაც ოჯახში, ვთქვათ, აღზრდის დროს მოძალადეა ერთ-ერთი მშობელი. ნუ ჩვენს კულტურაში ხშირად მამაკაცია ეს მოძალადე და ნუ ქალი მსხვერპლი, ვთქვათ, პირობითად. შეიძლება პირიქითაც იყოს, რა თქმა უნდა. ნუ შვილებიც ხშირად ხდება ესე, რომ ამ როლებს ინაწილებენ. ვთქვათ, ბიჭი შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება ყოველთვის არა მოძალადეთ და ის როლი აიღოს მამის როლი და ის ყავდეს როლ მოდელად. გოგონამ შეიძლება აიღოს ტიპიური მსხვერპლის როლი და მთელი ცხოვრება პარტნიორიც მოძებნოს იმის მიხედვით, რომ ის სცენარი გაუმეორდეს. ხომ იცის კარგად, ამ მშვენივრად იცის, რომ არ, მაგრამ იქ კიდე სხვა რაღაცები ფუჭდება, იმიტომ რომ ასეთი ძალადობის ქვეშ გაზრდილ ადამიანებს ცოტა ისეთი ამოცნობის, როგორ დავარქვა მაგას არ ვიცი რა, კარგად ამ სიგნალებს ვერ ხედავენ. მოძალადის სიგნალებს ნაცნობია მისთვის ეს გარემო და იმიტომ და ეს სიტუაცია და ძალიან გვიან ხვდება რომ იგივე მახეში გაება და მან მთელი ტრაგედია რა არის რომ ებმებია მახეში მაგრამ ვეღარ გამოდიან მე იქიდან და ნუ მან უკვე სახელმწიფო დონეზე უნდა ხდებოდეს პოლიტიკის გატარება რომ ხალი დაიცვა უბრალოდ ასე დროს ალბათ მამაკაცებიც არიან ასეთი ძალადობის ქვეშ მაგრამ ცოტა პროცენტულად ძალიან ცოტა მაგრამ ის მას არნიშნავს რომ მაინც ერთ სქესია მიბმული მაგრამ ეს ცალკე და საკმაოდ მძიმე თემაა და ალბათ ცალკე შეხვედრა უნდა მიუძღვნა ძალადობის აი ცოტა მსუბუქი მსხვერპლის ვერსია რო განვიხილოთ იგივე აი ესეთ შემთხვევაში როცა თქვათ კარიერას წირავს ერთი ადამიანი მეორეს და აი ამის ტოქსიკური მსხვერპლი არარეალური მსხვერპლი როცა რეალურად მსხვერპლი მეორე მხარეა შეიძლება მაგაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მაგას ქვია манипуляция ხა და ძალიან ლამაზად თქვია შვენიერი სახელი აქვს манипуляციის თემა რა არის რომ რაღაცა გაგაკეთებინო ან თავი გაგრძნობინო ისე როგორც ეს მე მინდა ოღონდ პასუხისმგებლობა ვიზია თქვენზე მე არაფერზე პასუხს არ ვაგებ მაგალითად ძალიან დიდი ქართული რეალობა როდესაც ხშირად ქმარს გონია რომ ესეთი ჭკუის დამრიგებლის და მამის როლიდან ცხოვრების, რა ვიცი, საუბრის შემთხვევაში ეს გავლენები მეტი აქვს, რაღაც ერთწოლზე, რაღაც უპირატესობა აქვს, უჭკვიანია. ჩვენში როგორც დასაწყისში ვახსენებ, არის მშობლის ნაწილი და ბავშვის ნაწილი, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ ხანდახან აი ამ სხვადასხვა პოზიციიდან, მაგალითად,
ხანდახან ვლაპარაკობთ შობლის პოზიციიდან, ანუ ვიღაცას ჭყვას ვარიგებთ, მორალს უკითხავთ, თითებს უქნევთ. ხანდახან ვლაპარაკობთ ბავშვის პოზიციიდან, როცა შეგვიძლია ერთის ხო ეგეთი სპონტანური და ლაღი ვიყოთ, ან ვიყოთ მომთხოვნი, პრეტენზიული, ჭირვეული, ან ძალიან მორჩილი, სხვადასხვა პოზიცია შეიძლება ქონდეს ბავშვს. ეხლა წარმოიდგინეთ წყვილის ურთიერთობა, სადაც ამ როლებს ცვლიან და თქვათ ირგებენ რომელიღაცა როლს სიტუაციაში. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ წყვილიდან ერთ-ერთი არის ქრონიკულად ამ შობლის პოზიციაში და სულ ჭკუის დამრიგებელია მეორესთვის, იმიტომ რომ გონია რომ ამან არ იცის, რაღაც უნარები არ აქვს, სუსტია და ასე შემდეგ და მეორე თავის სისურვილით მშვენივრად ირჩევს აი ამ ბავშვის როლს, ოღონდ სათავისოდ იყენებს ამ დამოკიდებულებას. სათავისოდ რას ვეძახი, რომ სამაგიეროდ აი მეორე მხარეზე მთლიანად აქვს ეს პასუხისმგებლობა გადატანილი. მე ხო არ შემიძლია, მე ხო სუსტი ვარ, მე ხო უნარო ვარ, მე ხო ამდენს ვერ მოვიფიქრებ. შენ ძვირფასო შენ აკეთებ ყველაფერს. სამაგიეროდ იმას რომ შეიძლება, მე იმას რა მოყვება, მე აღარ მოყვები. ხო და ამიტომ ხშირად ეს არ არის ხოლმე მსხვერპლი, უფრო არის манипуляციის ძალიან კარგი ხერხი და ყოველთვის იფიქრებთ, რომ ადამიანი მსხვერპლია ამ მდგომარეობაში. თან თუ ეს მით უმეტეს ძალიან დიდხანს გრძელდება, წლები გრძელდება და გადათამაშებული როლებია მშვენივრად. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ თუ ეს წყვილი კარგად არის ამ როლებში, ჩვენი გადასარჩენი იქ არავინ არ არის. დავანებოთ თავი. всё. აი ისე მეგობრობას რომ მიუბრუნდეთ, ბევრი ვისაუბრეთ და გვაინტერესებს თქვენი გამოცდილებიდან, აი თქვენი მეგობრების შემთხვევაში თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, სადაც უკვე არა როგორც მეგობარი, არამედ როგორც ფსიქოლოგი ისე მიდგომი ხართ იმ ადამიანს უშუალოდ და ამ ურთიერთობას. აი, იცი რა, ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დამწყები ფსიქოლოგები უშვებენ ხოლმე და გავიარე ეგ ეტაპი, რა თქმა უნდა, როცა განსაკუთრებით სტუდენტი რო ხარ და სადღაც მესამე კურსზე. გონია რომ ყველაფერი იცი უკვე, ძალიან მაგარი უნარები გაქვს, მოსმენა რო იცი, მაგაზე აღარ არის ლაპარაკი, იქ მართავ კიდეს. რაღაც სისულელები გონია და იჯერებ რომ ძალიან მაგარი ხარ. და ასე დროს ხო, გონია რომ უნდა გადაარჩინო მეორე ადამიანი, რაღაცა კონსულტირების მაგვარი ჩაატარო. კიდე კაი ფსიქოლოგიაზე ვსწავლობდი, თორემ მე რა გააჩერებ. მე ნელ-ნელა სწავლობ, რომ არა, პირად ურთიერთობებში ეს თირამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ ბავშვის როლიდანაც გამოდიხარ მასე დროს, აი ჭკუის დამრიგებლად იქცევი და არავის არ ჭირდება ეგ. პირველ რიგში შენთვის არის აზიანო. არ შეიძლება მეგობრობაში რაღაცით მაღლა იდგე და ვიღაცაზე მეტი გეგონოს თავი და მაგალითად გეგონოს, რომ უფრო ჭკვიანი ხარ, უფრო საზღვრავ, ჩვენ არა ვართ უფრო ჭკვიანები. ეგ არის მითია, ალბათ რომ ფსიქოლოგმა კარგად იცის რა ხდება მის თავს, ეგ არის წარმოუდგენელი. მართლა მითია და არ ვიცი, საიდან მოვიდა, არ ვიცი. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები, უშვებთ იგივე შეცდომებს, რასაც ხვები უშვებენ, ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას, რომ იგივე შეცდომები დაუშვათ, კიდე რაც თავარია. ერთადერთი შეიძლება ცოტა დროზე ადრე მივხვდე, რომ გავაფუჭე რაღაც და მოხედვა მჭირდება სხვებისგან განსხვავებით, თორე არ მგონია სხვა მხრიდან. აი, როგორც კი მეგობრობაში, პირად ურთიერთობებში, შვილთან ურთიერთობაში, როგორც ფსიქოლოგი იწყებ მუშაობას, ჯერსთი რომ კრახისთვის არის განწირული ეგრევე ეგეთი ურთიერთობა და თავრდება და არაფერი ამისგან კარგი არ მოდის. არ შეიძლება. ჩვენ მაგალითად ფსიქოლოგებს აკრძალული გვაქვს ახლობელ ადამიანებთან მუშაობა. არც მუშაობთ. კი, შეიძლება რაღაცისთვის მოგვართოს და რაღაც პატარა რჩევები მიცე, მაგრამ ვერ იდებით ამას და არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დაანებო, ის ემოციური ფაქტორია ძალიან ძლიერი მაგ დროს და ხო, ნუ ისეთი დოზით შედიხარ იქ, რომ წარმოუდგენელია რა. შეიძლება. ცნობილი ფილმი როა მელსტრიპი როა ფსიქოლოგი გახსოვთ? ცოტა ძველი ფილმია, მაგრამ გადასარევი სიუჟეტია. ფსიქოლოგია და კლიენტი ყავს და კარგახანს მუშაობს და ნუ ძალიან გაგებით ეკიდება ამ კლიენტს, რომელსაც ყავს პატარა ასაკით პატარა შეყვარებული, ნუ იქამდე სანამ არ გაიგებს, რომ ის ასაკით პატარა შეყვარებული ამის შვილია. და იქ აღარ არის ეს ფსიქოლოგი, იქ არის დედა. იქ ამბავი ტრიალებს. ვერც ეუბნება რომ ნუ შუა პროცესში იყვება. სახელი გვიხარით მე გამოვიტანოთ ეკრანზე, ყველა ვნახოთ. ფანტასტიკური ფილმი, უმა თურმანი თამაშობს კლიენტს და არის ნუ ფანტასტიკა. ეგ არის რა, როგორც კი შენ რაღაცა ემოციურ საზღვრებს არ ღვევს, ცოტა სხვაგან მიდიხარ და ახლა პირად ურთიერთობებში გაქვს საქმე, იქ ვერ იმუშავებ როგორც ფსიქოლოგი და ეს არის თავის მოტყუება. არ შეიძლება. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, საზღვრები არის მთავარი, რასაც საზღვრები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და კომუნიკაცია. ამაზე ბევრ ვსაუბრობთ და ბევრგან გვესმის და საკმაოდ აქტუალური თემა ეს კომუნიკაციის საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ საკუთარ გამოცდილებაში მაინც ყოველთვის რთულია, რომ მე აი ეს ასე რომ ვთქვათ, პროცესი კომუნიკაციის დაიწყო ისე, რომ თან ემოციებს არ აყვე და ამით კიდევ უფრო არ გააფუჭო და არ დაამძიმო სიტუაცია, მაგრამ რეალურად ის რომ რაც გადასაჭრელია, გადაჭრა ის პრობლემა ან მინიმუმ განიხილო. ხო, ნუ ხა ეს კომუნიკაციები კიდე ცალკე
თემა, ასე თქვა, ძალიან გაშლადი, სადაც ბევრ რაღაცაზე შეგიძლია ილაპარაკო, როგორ ააწყო ჯანსაღად კომუნიკაცია და ამაზე ოდესმე მე სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ შეხვედრა გვინდა ჩვენ. სულია დასრულება. ხო, მაგას თალკე დრო დაუთმოთ, ხო? მოდი ესე ვქნათ. დაუთმოთ, მაშინ დაველოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც დაგვიწერს რა თემა იქნება უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი საკითხი, რასაც შეგვიძლია ახლა შევეხოთ და ალბათ დამთანხმებით რომ ხო, ესე ვერ დავასრულებთ და ვერ ამოვწყვროთ. ამიტომ გემშვიდობებით აქ და განვაგრძოთ შემდეგ ეპიზოდში თქვენთვის უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი თემები. გელოდებით მოკლედ კომენტარებში და გარდა ამისა არ დაგაბიძდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს ყოველ კვირას საღამოს 11 საათზე. მადლობა ინტერესისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა.